მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო. დღეს ხუთშაბათია 17 საათი და 17 წუთი. მე ნანუკა გულუა ვარ და რა თქმა უნდა ტრადიციულად ძალიან ლამაზი, ჭკვიანი, ძლიერი, შემდგარი, წარმატებული ქალები უნდა გაგაცნოთ. ჩემი სტუმრები არიან სალომე და ანა მდინარაძეები, სილამაზის ცენტრის Beauty Mood-ის დამფუძნებლები. ეს ის ადგილია, სადაც არამხოლოდ ქალბატონებს ძალიან გვიყვარს სიარული, სადაც კარგი გარემოა, სადაც პროფესიონალები მუშაობენ, სადაც პასუხობენ მაღალ სტანდარტებს და ხარისხს. დეტალურად გოგონები მინდა რომ ჩართო საუბარში და ყველაფერზე დეტალურად დავილაპარაკოთ. ჯერ სალომეთი დავიწყოთ. მოგესალმებით სალომე, როგორ ხართ? გამარჯობათ, მე ვესალმებით თქვენ და თქვენს მსმენელებს. ძალიან კარგ განწყობაზე ვართ თქვენთან მოსული. ძალიან მიხარია, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და ასე ვთქვათ, დეტალურად გაგვიმხელთ ყველა იმ რაღაცა ტენდენციებს და საიდუმლოებებს, რომელიც თქვენს ცენტრში და ზოგადად სოფლიოში ხდება ამ თავის მოვლის კუთხით, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ისე აკვირდებით ყველა მოვლენებს, სწავლობთ, მუდმივად ტრენინგდებით და მუდმივად სიახლეებს გვთავაზობთ, უფრო დეტალურად, რამდენი ხანია ბაზარზე ხარ, ამით დავიწყოთ სალომე, რამდენი ხანია არსებობთ. ჩვენი სილამაზის ცენტრის შექმნის იდეა საკმაოდ სპონტანურად გადაწყდა. ზოგადად მეც და ანიც დიდ ბევრ საქმეში ერთად ვართ პარტნიორები და ეს გამოწვევა ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის. ან დები ხართ, მინდა ვუთხრა ჩვენს მსმენელს. დებიც ვართ და ძალიან კარგი პარტნიორებიც ვართ. გამოსთვის დებს კარგი ბიზნეს პარტნიორობა, ანუ ჩვენი მაგალითით გამოდის ნამდვილად. არ კამათობთ, არ კარგ დებს და დედმამიშვილებს ყველაფერი გამოსდით რა. ძირფასი სიტყვები. ფოტოშორის კარგი გადაწყვეტილების მიღწევისთვის და შესაბამისად ესეც არის რა თქმა უნდა. ეს გამოწვევა მივიღეთ და ვფიქრობ, თამამად შემიძლია უკვე ვთქვა, ეს იყო 2021 წლის ზაფხული და ეხლა უკვე 2025 წელს 4 წელი გამოდის, რაც დავიწყეთ ეს ყველაფერი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გამოწვევა კარგად გადავლახეთ, ასე ვთქვათ. დღეს Beauty Mood-ს ბაზარზე იცნობენ. ადგილს, სადაც ძალიან კომპეტენტური სპეციალისტები მუშაობენ, არის გარემო, სადაც მოსვლა უხარიათ და ეს არაერთი მომხმარებლისგან გაგვიგია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის. კი, და ყავს მუდმივი მომხმარებელი, ახალი სახეებიც არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ეს, რომ უკვე ყველა თავს ჩვენთან ოჯახში გრძნობს. ესეთი გარემოც გვაქვს პრინციპში ცოტა განსხვავებული სალონებისგან, ცოტა რეტრო სტილია, თბილი, მყუდრო და სადა გარემო გვაქვს. ძალიან კარგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი მყუდრო გარემო, კარგი გარემო, ხიმილიანი, ასე ვთქვათ, მომსახურე პერსონალი, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია რა კეთდება, რა პროცედურები კეთდება და როგორი ხარისხით კეთდება. აი, მოდი ამაზე დავიწყოთ რაღაცა, მგონია რომ თქვენ რომ ეს ბიზნესი დაიწყეთ, აი რატო მოგივიდა თავში აზრად, ანუ რა ხარისხს გინდოდათ მიგეღწიათ და რას ვერ იღებდით, ასე ვთქვათ, ესე ყოველდღიური მომსახურებიდან. აი, რატო გაჩნდა ეს იდეა? კი, გეთანხმებით, აი ძალიან მნიშვნელოვანია მომსახურების სფეროში, აი ყველა ძალიან წვრილმან დეტალებს აკვირდება მომხმარებელი და ძალიან რთულია ამ ყველა მომსახურების ისე გაწევა და მიცემა მომხმარებლისთვის, რომ ყველა მომხმარებელი ყავდეს კმაყოფილი. ძალიან ადვილია, ძალიან უმნიშვნელოთი შეიძლება დარჩეს უკმაყოფილო მომხმარებელი და ძალიან უმნიშვნელოთი, ძალიან ბედნიერი გავიდეს. ხადია, ეს ყველა სფეროში ესე არის. თუმცა ნუ აქ როცა საუბარი გვაქვს აი ისეთ პროცედურებზე, რომელიც ჩვენთან ტარდება, მაგალითად ფრჩხილების მოვლის პროცედურებით, მის მოვლა, აღდგენა, შეჭრა ძალიან ბევრი მომსახურებას ვაერთიანებთ ერთ სივრცეში და ეს ძალიან დიდი კომფორტია მომხმარებლისთვის და სწორედ ამაზე ვიფიქრეთ, როდესაც თავიდან უკვე ვთქვათ რაღაც სტრატეგიულ გეგმას ვაკეთებდით. ზოგადად ესთეტიკის სფერო არის ну ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. არა მარტო თქვენ სწორად აღნიშნეთ ის, რომ ოჯახური გარემოს განცდა კონდეს, არამედ ის, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდეს და ამაში ხარისხს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ყავს ძალიან ხარისხიანი სპეციალისტები და არა მხოლოდ ანუ მასალები თვითონ რასაც ვიყენებთ ეს ფრჩხილის პროდუქცია იქნება თუ თმის მოვლის და აღდგენის პროცედურები არის ყველა ეს თქვათ საშუალოზე მაღალი ხარისხის და ძალიან მაღალი ხარისხის. გვაქვს ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც შეიძლება თამამად თქვათ, რომ უპრეცედენტოა თბილისში, მაგალითად აი თმის მოვლის პროცედურებში. გვაქვს ძალიან კარგი ეხლაც აქციებიც გვაქვს ამასთან დაკავშირებით
ბიო აღდგენა მოვლის პროცედურები, ანუ ერთობლივად ეს პროცედურები აერთიანებს ძალიან ბევრ მომსახურებას აღადგენს თმას, აქვს კერატინის დასწორების ფუნქციაც და ძალიან ერთდროულად ერთ პროცედურას. კი, დიახ. ეს ისრაელის პროდუქტია და მოგეხსენებათ ეს ქვეყანა გამოირჩევა ხარისხის და ორიენტირებულობით ნებისმიერი პროდუქტი იქედან რაც შემოდის არის ძალიან მაგარი ხარისხის და ამაზე საუბრობს ანი ზუსტად. ან როგორ ხდება ანი სალომე აი ამ ექსკლუზიური პროდუქტების შემოტანა და მოძიება თქვენს მიერ ან თქვენ კურირებთ ამ ყველაფერს და მუდმივად ხართ ძიებაში რომ იმიტომ რომ მართლა ძალიან რთულია ძალიან დიდი კონკურენცია არის და სწორედ ამაზე მინდოდა გამომახვილებინე ყურადღება აი რა ხდება თქვენთან ისეთი რაც დაუშვათ არის ყველაზე მიმზიდველი და ხა ეს ექსკლუზიური რაღაცა თმის პროცედურა რო ახსენეთ, აი უცებ რაღაცნაირად ისე დავინტერესდა რა. მგონია რომ ძალიან ბევრი რამე გამოგვარჩევს სხვა სალონებისგან გარდა ინტერიერისა. ჩვენი სილამაზის ცენტრი, ასე ვთქვათ, ემსახურება როგორც მამაკაცებს, ასევე ბავშვებს, ქალებს ნებისმიერი პროცედურა შეუძლიათ ყველას ჩაიტაროს. ძალიან მრავალფეროვანია, შეგვიძლია ჩამოვთვალო რა ძალიან კარგი იქნება თუ ასე ვთქვათ არ გაგხლით, მაინტერესებს და ჩვენს მსმენელსაც აინტერესებს. აი მოკლედ ცოტა გადავხვევ კიდეც და გეტყვით რომ ჩვენი beauty mode-ის შექმნის მიზანი იყო სწორედ ეს ერთ-ერთი მხარე რომ ანუ მე და ანისაც ადრე ცოტა ხნისინაც ვახსენეთ რომ ნუ ოჯახის გარდა გვაქვს კიდე სხვა ბიზნესებიც და გვინდოდა ისეთი ადგილი შეგვექმნა, sadაც ჩვენ მეგობრებს და ასევე ახლო ადამიანებს ერთ სივრცეში შევხვდებდით და თან საქმეს გავაკეთებდით და თან აი ეს მხარეც გვექნებოდა ჩვენს მეგობრებსაც მიიღებდით. კი, ნამდვილად არის ეგეთი ადგილი. მხოლოდ მეგობრების თავშეყრის ადგილი არ უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ეს უნდა ყოფილიყო ადგილი, რაც მათაც ჭირდებოდათ და ასევე მიიღებდნენ მაღალი ხარისხის მომსახურებას. ეს მომსახურებები რას მოიცავს ახლა? ეს სივრცეში არის, აი შემოვედი და ყველაფრით ვისარგებლე. გაიკეთოს და ესე დაზოგოთ დაზოგოს ყველაფერი. მხოლოდ თქვენი მეგობრებისთვის არ არის ეს მიმზიდველი, ჩვენთვის ყველასთვის არის. სალომე, გითხარი კონკრეტულად რა მომსახურებებია? თმის პროცედურები გვაქვს. სალონური გასწორება, შეჭრა, ყველაფერი. სპა პროცედურებიდან დაწყებული, შეღება, შეჭრა, ფორმის მიცემა და ასე შემდეგ. მამაკაცი, ქალი, ბავშვი, როგორც თქვით. ასევე არის ფრჩხილის ყველანაირი პროცედურა მოვლის, გვაქვს ლაზერის კაბინეტი, კოსმეტოლოგის კაბინეტი, რომელიც ყველანაირ კოსმეტოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს. ინექციურს აპარატურს ყველანაირს, ხო? გვაქვს ცივი პლაზმის აპარატიც ფოთში ჩავეჭრები. აუცილებლად ვილაპარაკებ ჩვენ აპარატებზე, ani იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს და აინტერესებს ჩვენს ხმენელსაც. გვაქვს მასაჟის კაბინეტიც. სარელაქსაციო და ასევე გამაჯანსაღებელი ანტიცელულიტური ყველა კუთხით ესეც რა თქმა უნდა ყავს არაქართველი უცხოელი სპეციალისტები რომლებიც აკეთებენ ეგრეთ წოდებულ დრედებს, აფრიკულ ნაწნავებს, თმის დაგრძელებას, ტატუაჟს და ასე რომ არ არსებობს ისეთი მომსახურება რომელიც ჩვენთან არ გეცდება. და თქვენ ეთქვით უარს რომ აქ ეს არ ხდება, ხო? ეს ძალიან დიდი კომფორტი არის. ხო, საჭიროება ყველანაირად ვალამაზ. ხო, შორის არც ქალს, არც მხოლოდ ქალს, ბავშვს, მამაკაცს და ყველასთვის არის თქვენი კარგი. ეს პროდუქტები, რომლებიც ჩვენთან აი როგორც თქვით, მის აღმდგენი პროცედურები, ფრჩხილის გელ-ლაქები არის იმ შემადგენლობით, რომ აი ბავშვებსაც შეუძლიათ ამის სარგებლობა, აი ბაღის 3-5 წლიდან უკვე დასაშვებია ამ პროცედურების ხარით. ეს რა მითხარით, იმიტომ რომ ყველა ჩვენი ზღაპარი, ჩემი 3 წლის შვილთან იმით იწყება, რომ ცოტა რომ გაიზრდება და რომ წავა და გაიკეთებს ფრჩხილებს და დარწმუნებული ვარ ყველა მშობელი გვისმენს და არიან ახლა უბედნიერესები და ამიტომ უნდა ვთხრათ თქვენი მისაბართი. ბავშვის ცალკე თქვა გასართობის მოედანი არ გვაქვს, მაგრამ პატარა სივრცე, შვილებთან ერთად დადიან დედიკოები, შვილებსაც ვემსახურებით, თუ გელ-ლაქი იქნება, თუ მანიკური, თუ ფერადი ნაწნავები და ესა რომ ის პრობლემაც მოხსნილია თუ კი ბავშვისაც წავიყვანო, ხო? გუნდი, რომელიც ბავშვს ესე ვთქვათ ამ პერიოდის განმავლობაში მიგიხედავთ და ეს არის მე მგონი ზღაპარი ყველა მშობლისთვის და აუხტელელი სიზმარი, რომელსაც ახლა თქვენ ყვებით და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. ექსკლუზივებს რაც შეეხება, გვაქვს ეს ძირითადად იტალიური და ისრაელის პროდუქცია და
ჩვენ თვითონ ვეძებთ, ვუკავშირდებით წარმოებლებს და შემოგვაქვს. შემდგომ უკვე ნახე იმდენად ნდობაში არიან ჩვენთან, ეხლა უკვე თავიდან ცოტა რა თქმა უნდა გაგვიჭირდა. ვატარებთ სემინარებს, ვატრენინგებთ კადრებს ამ კონკრეტულად ამ პროდუქტზე და საკმაოდ კარგი ფიდბექი და გამოხმაურება აქვს. ანუ სხვა სალონებიც უკვე ინტერესდებიან და უნდათ პროდუქტის შეძენა და ასე შემდეგ. უბრალოდ ამ კუთხითაც ვითარდებით არა მხოლოდ ის რომ ჩვენი სალონისთვის გვქნით ამ ყველაფერს. ჩვენი სალონიც გაქვთ და თან ამ ხარისხიანი პროდუქცია სხვა სალონებშიც რო იყოს, აი ესე ამასაც უზრუნველყოფთ ძალიან კარგი. ეხლა ჩვენ აპარატები ვახსენეთ, აპარატურული პროცედურები ვახსენეთ, რაზეც შაშლილად მინდა რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ესეც ძალიან დიდი კონკურენცია, ამაზეც ძალიან დიდი კონკურენცია. ყველას აქვს ლაზერის აპარატი, ყველას აქვს რაღაცა კანის მოვლის აპარატები, მაგრამ ამ აპარატებშიც არის ხა თქვენ უკეთესად იცით და გვინდა რომ მეც და მსმენელსაც ვესაუბროთ, რა განსხვავებები ამ აპარატებს ერთი და იგივე აპარატის შორის ვიცი რომ შეიძლება ძალიან დიდი სხვაობა იყოს ფასშიც, ხარისხშიც და ისინი ერთი და იგივე საქმეს არ აკეთებდნენ. თქვენ გამომდინარე იქიდან რომ ორიენტირებულები ხართ ასე ხარისხზე დარწმუნებული ვარ რომ აი ეს აპარატებიც თავიდან ბოლომდე შესწავლილი გაქვთ და აი ამ კუთხით რომ გითხრათ რა პროცედურები არის აპარატურული თქვენთან? დავიწყებ ლაზერის აპარატით ამ შემთხვევაში ზუსტად ხარისხის თემა იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ 3 წლის წინ შევიძინეთ ჩვენ ლაზერის აპარატი რომელიც დღეს უკვე შევცვალეთ დღეს ჩამოგვივიდა ზუსტად თქვენთან რომ მოვდიოდით მაშინ მივიღე შეტყობინება რომ უკვე თბილისშია ჩვენი ახალი აპარატი 2024 როგორი ფეხი გვაქვს ჩვენ ჯერა დაგვიწყია დიდი ხანია ველოდები ამაშია საქმე ამაშია შენ ჩვენი ეთერის მერე ნახე რა მოხდება თქვა გაგვეწელა ცოტა და დღეს მივიღეთ შეტყობინება დილით რომ აპარატი თბილისშია და მართლა დიდი ხანია ველოდებით ამ აპარატს ეს არის დიოდის და ალექსანდრიტის სხივების ერთობლიობა, ახალი თაობა არის ლაზერის აპარატების და მე ჩვენს მსმენელს მინდა ვურჩიო რომ ეს ელაპარაკის ნაცვლად მოგბრძანდნენ ჩვენთან და დატესტონ ჩვენი ახალი ლაზერული აპარატი. აუცილებლად ისე კარგად ჟღერს ეს ყველაფერი და იმდენად სანდოა ის, რასაც თქვენ საუბრობთ, რომ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ესე მოხვედით და მე და ჩემს მსმენელს გვესაუბრებით დეტალურად ყველაფერზე. ყველანაირი ტიპის კანისთვის, თმისთვის არის ეს, ანუ ხედავს ძალიან ღია ფერმფრთალთ მასას, ესე ვთქვათ, ჩავყვეთ ახლა პრობლემები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქერათმას ფაქტობრივად ვერ ხედავს აპარატები. არის ხოლმე, იმიტომ რომ არის ან დიოდის აპარატი, ან ალექსანდრიტის ეს სხვადასხვა ტიპის კატეგორიის თმისთვის არის, ამ შემთხვევაში ეს აპარატი არის ერთობლიობა. გვაქვს კიდევ ძალიან ესე ვთქვათ იშვიათი ესე ტიპის აპარატი, ასე ცივი პლაზმა, რომელიც სახის ძალიან ბევრ პროცედურებს აკეთებს, აი ფაქტიურად ძალიან ბევრ ქირურგიულ ოპერაციასაც კი უტოლდება, მაგალითად აი ბეფაროპლასტიკა, თვალის ქვემოთ შეშუპებული უპეები, ძალიან კარგი კოსმეტოლოგი ყავს, პროფესიონალი ექიმი. ინექციების გარეშე ხო ამბობთ აპარატები? ინექციების გარეშე კი რამოდენიმე პროცედურაში ფაქტიურად იღებთ იგივე შედეგს, რაც აი ამ ქირურგიული ოპერაციის და ჩარევის. მაგარია, უმტკივრელო პროცედურა არის ცოტა მგრძნობიარე თუ როგორი პროცედურა არის? ანუ აი ცოტა უბრალოდ აი ჩხოლეთის შეგრძნებებით, მხოლოდ ანუ ეს რაღაც ნემსები და ინექციების შეყვანები ეს ანუ რას აკეთებს ეს აპარატი? აი ჩადის კოლაგენს აქტიურებს, თუ აი რა რისმი კოლაგენს აქტიურებს და ხდება აი რასაც ღრმა იმაში ჩადის, ხო? დატენიანება და ლიფტინგი. აი სახის სამ პროცედურაში ცივი პლაზმის აპარატით სახის სრული ლიფტინგი არის გარანტირებული. ასევე ძალიან კარგად მუშაობს აი თვალის ირგვლივ აი ნაოჭებზე და შეშუპებაზე. ქუთუთოებზე კი. რასაც მართლა ოპერაციები ჭირდება და ანუ ესეც რაღაცა ჯადოსნური აპარატი არის, მაინტერესებს ყველას აქვს თუ არა დადებითი შედეგი თუ არის რაღაცა პაციენტები, რომელიც ამ აპარატით შედეგს ვერ მიიღებს. ანუ ეს არ გქონია. ანუ უკმაყოფილო მომხმარებელი ჯერ ამ კუთხით არ ყოლია. მე რა თქმა უნდა, უფრო ასაკოვან ხალხს უკეთესი შედეგი აქვს, უბრალოდ ხილვადია ეს შედეგი, იმიტომ რომ ის მოშობული კანი უფრო მეტად უფრო სწრაფად იჭიმება და ნუ ახალგაზრდა ასაკში ცოტა ის ხალხლული არ იქნება ის შედეგი. გასაგებია. ასაკი არა აქ ამ აპარატს როგორც მე მივხვდი, ხო? ანუ რაც უფრო და მას კანის ტოს და დაშვებას და
ნებისმიერ ასაკში არის ეს რეკომენდირებული. ის არის კიდე მეორე რაღაცა ჯადოქრობა, რომელიც მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია, რომ პლაზმის ცივი პლაზმით გაკეთებული ეს თქვათ ეს манипуляციები არ თულებს აი მომავალში, მაგალითად არის ხოლმე ხშირად კითხვა, რომ აი ეს ულთერაპია, ბევრი სახის პროცედურაა, რომლითაც სახის ლიფტინგი კეთდება, რომელიც უშლის შემდგომ ქირურგიული შარების დროს, ოპერაციის დროს ხელს ცივი პლაზმით გაკეთებული ეს პროცედურები შიდა კანის სტრუქტურას არაფრით არ აზიანებს და ხო შემდგომ აი ხო ქირურგიულად ვინმე სახის აჭიმვა თუ დაჭირდება მომავალში ის არ არის ქსოვილი დაზიანებული ეს. პირიქით ამზადებს მე მგონი კანს და რაღაცნაირად ამ ღრმა ოჭებისგან იცავს. მე მაინტერესებს ხანგრძლივობა რა აქვსანი სალომე ამ თვითონ აპარატის პროცედურას. ეს ცოტა მე შემდგომ მოვლებზე არის კიდევ აი ვინ როგორ უხსოვდება ამაზეც ვისაუბროთ ამ რეკომენდაციებზე. ძალიან მნიშვნელოვანია და სალონები ძირითადად ვერ გასცემენ ამ რეკომენდაციებს, აი გააკეთებენ პროცედურას და იმშვიდობებიან. თქვენთან როგორ ხდება შემდგომი რეკომენდაციების გაცემა? მინდოდა ამ თემაზეც საუბარი სპეციალისტებზე, ზოგადად ჩვენ სპეციალისტებზე. დღეს ყველა სფეროში ეს არის ძალიან რთულია კვალიფიციური კადრის მოძიება. ამაში ძალიან დიდი რესურსი მიდის ჩვენი დროის და ასევე ფიზიკურიც. და თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ ყავს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი თბილისში Beauty Modes. როგორც პროფესიონალური კუთხით, ასევე ისინი არიან ძალიან კოლეგიალურები, ანუ ჩვენი სალონი მუშაობს 10-დან საათამდე და ისინი ითვალისწინებენ თავიანთი მუდმივი მომხმარებლების თხოვნებსაც და 2 და 3 საათზეც დაგვიკეტია სალონი ჩვენი მომხმარებლების. მე მგონი ეს რაღაცა სიზმარი არის, რომელიც ჩვენ გვესიზმრება თვითონ მომხმარებელ უკაცრავად მსმენელო, იმიტომ რომ მართლა რაზეც კი მიფიქრია რომ რა მოხდება, რომ ეს ხდებოდეს ბავშვისთვის, ჩვენთვის ესე იკეტებოდეს, ესეთი აი ყველაფერს პასუხობთ და იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, მეც და ანის ოჯახები ყავს, 3 შვილი ყავს ანის, 2 მე და აქედან გამომდინარე პრობლემური საკითხები გასურდათ, რაც თქვენ გსურდათ რომ მიგეღოთ, მე მგონი ეს ყველაფერი გააკეთეთ ახლა აქ. ჩვენს სპეციალისტებზე წეგან რაც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სპეციალისტებზე. ნამდვილად აი შემიძლია თამამად თქვა, უკვე არავინ აი ჩვენი მეგობრები ჩვენ არავინ აღარ გვირეკავს, პირდაპირ სალონში რეკავენ, სპეციალისტებზე კონტაქტებიან, ესეთი ურთიერთობა აქვთ უკვე მათთან და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან ყველა რეკომენდაცია გაიცემა. ნებისმიერი აი ფრჩხილის პროცედურის გაკეთების შემდეგაც კი აი როგორ უნდა მოუვარონ ფრჩხილს, თმას, აი ყველა რეკომენდაციას ანუ გადიან მომხმარებელთან ერთად. და მე როგორ ბრუნდებიან ეს მომხმარებლები, მოვლილები არიან თქვენი სპეციალისტებიც ყოფილები. სამედიცინოც გვაქვს ეს არ ეხება მხოლოდ სილამაზის და ესთეტიკას, არის იქ დაზიანებული ფრჩხილი, ბოდიში და ეს ქართულ მაზოლები, რასაც ვეცახით. კი და სხვა შორის მართლა ქირურგთან უნდა მიხვიდე, რომ ეს პრობლემები მოაგვარო, სალონში ვერ იღებამ ყველაფერთან. მაგრამ იმ ისეთი გამოცდილება და ცოდნა აქვს ჩვენს მომხმარებელს სპეციალისტებს შემიძლია თამამად თქვა, რომ რასაც პოდოლოგი ასრულებს, იგივე საკეთებენ ჩვენი ეს არის ქუსლის სიმშრალე დაზიანება, ჩაზრდა როგორც ამბობენ ხო? ანუ რაღაცა ქირურგიულ რაღაცეებსაც მიახლოებულად ვაკეთებთ უკვე. ხადია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ პრობლემით მიხვიდე ლამაზ სალონში, კარგი მომსახურება მიიღო, თან ყავა დალიო და თან ეს რაღაცა პრობლემები მოიგვარო, ძალიან მე არ ვიცი. კომუნიკაცია ზოგადად არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი მომსახურების სფეროში, გარდა იმისა, რომ რა ხარისხის მომსახურებას აძლევ, სწორი კომუნიკაცია ის, რომ რა მოლოდინი უნდა კონდეს მომხმარებელს, როდესაც მოდის დაზიანებული თმით და აღდგენის პროცედურას გეკითხება, ეს უნდა შეფასდეს სწორად თმის სტრუქტურა, თუ ეს ფრჩხილის სტრუქტურა იქნება თუ ნებისმიერი რამ. განისაზღვროს რაოდენობები, ხო, რამდენი პროცედურა ჭირდება. რა თქმა უნდა, დიახ და ნუ არ მოვატყუოთ, ესე ვთქვათ, მომხმარებელი არ გაუჩნდეს რაღაც არასწორი იმედები და მოლოდინები. ასევე როგორ უნდა მოუვაროს, რომ არ გააფუჭოს ის მიღებული შედეგი, რაც ხო ამ პროცედურით დადგა და ასე შემდეგ. თუ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, ეს იქნება კოსმეტოლოგის თუ თმის თუ ფრჩხილის, ის გაწეული შედეგი იქნება ხანგრძლივი ზოგ შემთხვევაში მუდმივიც, აი მაგალითად არის ეს თმის პროცედურებზე რამოდენიმე რო ვახსენეთ, არის ისეთი შემადგენლობის, რომ არ გადის თმიდან. აი დასწორების აღდგენით ეფექტით ბიო აღდგენა, მაგალითად სანამ გამოიზრდება თმა, თუ კარგად მოუვლის, და ამ კარგად მოვლაში იგულისხმება ის რეკომენდაციები, რასაც აძლევს. მათ შორის პროდუქციაც არის, რომელიც უნდა იხმარონ. დიახ, რა თქმა უნდა, ეს რა შამპუნით უნდა დაიბანონ და
ხო ეს ასე შემდეგ როგორ უნდა მოიო ხა თუ გაიღიავებენ თმას და ის გამოიყვანს იმ რა თქმა უნდა იმ შემადგენლობას თმიდან სხვა შემთხვევაში ის ჩამოზრდამდე იქნება ისეთი ეფექტით როგორიც იყო თავიდან შენარჩუნებული ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ვისაუბრეთ თქვენს აუცილებლად სპეციალისტებზე როგორ ხდება მათი გადამზადება მათი შერჩევა ეხლა თქვენ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ რომ ძალიან ამაყობთ თქვენი პროფესიონალი კადრით და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და როგორ ხდება მათი გადამზადება და აი მორგება იმ რაღაცა მოდელზე ასე ვთქვათ რომელიც თქვენ გაქვთ და ნამდვილად განსხვავებულია და ნამდვილად ყველასთვის ძალიან მიმზიდველია აქვე გეტყვით და არის ინოვაციები ისეთი რომელიც საერთოდ არც მსმენია და აი როგორ ხდება ეს ყველაფერი მათი შერჩევა მართლა ძალიან დიდი რესურსი მიდის შერჩევაში და ძალიან სასაცილო სიტუაციებიც გქონია ყველგან ვეძებთ ანუ ჩვენ სპეციალისტებს სულ ვეძებთ და თან აიცით როგორ არის ხან არც გვჭირდებოდა ხოლმე ვთქვათ იმიტომ რომ საკმაოდ დიდი შემადგენლობით არიან 25 თანამშრომელი ყავს ახლა და იმდანად კარგი შეგვხვედრია რომ უარი ვერ გვითხოვს და დაგვიმატებია ჩვენს გუნდში მაგრამ მე უკვე როგორც საკუთარ ოჯახზე და საკუთარ შვილებზე ვზრუნავთ მართლა თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩვენი ორივეს მხრიდან ესე არის რომ ესე ვზრუნავთ ჩვენ სპეციალისტებზე უნდა მეკითხა როგორ ინარჩუნებთ იმიტომ რომ ძალიან რთულია პროფესიონალი შენარჩუნება ჩვენი სილამაზის ცენტრიდან სულ რამოდენიმე ადამიანი წავიდა ამ 4 წლის განმავლობაში და ესეც წავიდა რომ ან საკუთარი გააკეთა პირობითად ან რაღაც საზღვარგარეთ წავიდა ამერიკის ვიზა მოიგო და ასე შემდეგ თორე სხვა კუთხით ჩვენგან არ წასულა სპეციალისტები იმიტომ რომ ჩემი დაანის თავიდან მიზანი ეს იყო რომ კმაყოფილი მომხმარებლის ერთ-ერთი მთავარი არის ზუსტად ის რომ სპეციალისტი იყოს კმაყოფილი რომელიც და ბედნიერი ვინც ემსახურება აქედან მოდის ეს გულწრფელი რეკომენდაციაც მიდგომაც და ყველანაირი გეთახმებით ნებისმიერი საქმის გარანტი, წარმატების გარანტი არის კმაყოფილი თანამშრომელი და ხო მე უკვე შესაბამისად უკვე მომხმარებლის კმაყოფილია. ეს მიდგომები საერთოდ საქართველოში ძალიან იშვიათი არის, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით თქვენი პროფესიონალების და ჩვენი სახელითაც, იმიტომ რომ ეს მიდგომა, ეს სწორი მიდგომა, სწორი მენეჯმენტი მერე განაპირობებს იმას, რომ გაქვს ძალიან წარმატებული ბიზნესი და ყველას უხარია მართლა მოსვლა და მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. კარგით, გავაგრძელოთ, ხა ვერ გაგიშვებთ, კიდე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ თემაზე. 10-დან 10-მდე ვმუშაობთ, თქვით ეს. რა თქმა უნდა, აქ რაღაცა ცვლით ხდება ალბათ სამუშაო, ხო? თუ სპეციალისტები როგორ ხდება აქ? ისეთ როგორ არის, ანუ ახლა 25 ადამიანი ვახსენეთ ჩვენს სალონში, ვინც არის დასაქმებული, 25-ვე რა თქმა უნდა ყოველდღიურად არ მუშაობს. ისინი არიან თავისი გრაფიკები აქვთ და ამ გრაფიკის მიხედვით მუშაობენ, მაგრამ ის რომ თქვათ ნახევარი დღე ერთი მუშაობდეს და ნახევარი დღე მეორე, ესე არ არიან, მიჩვეულები არიან, არ ვიცი, აი ჩვენ გრაფიკს ერგებიან იმიტომ რომ მომხმარებლისთვისაც კომფორტია, ხო რომ ვიცი რომ მოვედი ნანასთან და გავიკეთე რაღაცა პროცედურა სახე, სულ მინდა ვიყო ნანასთან და აი რაღაცა ესეც ძალიან კომფორტულია რომ მუდმივად ის იყოს. თუნდაც რომ ვახსენეთ ახლა წინა რაღაცა ქირურგიული ჩარევის ეს ჩაზრდები და ასე შემდეგ, სულ მინდა რომ ეს სპეციალისტი იყოს თუ 10-დან 10-მდე არის. ანუ სულ შესაძლებელია რომ თქვენი ნებისმიერი მომსახურება მივიღოთ 10-დან 10 საათამდე. რაღაცა შეზღუდვა კონკრეტულ მომსახურებას ამ დროში არ აქვს, ხო? ერთად არის აი ადმინისტრაციული გუნდიდან ადმინისტრატორები, მენეჯერი, ამათ აქვთ ხოლმე სმენებში, მაგალითად ხანი ინაწილებენ, იყოფენ თვითონ სპეციალისტები არა, იმიტომ რომ ეს ერთგვარი ეს ფაქტორიც მუშაობს, რომ ჩვენ ფაქტურად ყველა სპეციალისტს აქვს თავისი კუთხე და მაგიდა. ესე არ ვათამაშებთ იქეთ-აქეთ, იმიტომ რომ მომხმარებელიც რომელიც ვიღაცასთან დადის, იმანიც ის თავისი კუთხე უყვარს და მოდის შეჩვეული არის. მართლა ეგრეა. ამიტომ ესე არ ვარბენია. კვირაში 5 დღე მუშაობს მოკლედ ყველა სპეციალისტი, გადამზადებაზე კიდევ ზაღან არ გითქვამს. აუცილებლად ვისაუბროთ გადამზადებაზე, ani დაიმახსოვრა ეგ თემა, ვერ გაგეშვებთ, ისე საუბრობთ, რომ გისმენთ და რეკლამით რომ გაგვეპარა. რეკლამაზე გავიდეთ და აუცილებლად დავბრუნდეთ ამ თემით.
დაუბრუნდით რეკლამის შემდეგ, ვინც არ გვისმენდა და გამოტოვა ეს ჩვენი უნიკალური ეთერი, აუცილებლად ვეტყვი, რომ ვისაც თავის მოვლა გიყვართ და ვისაც გინდათ რომ მიიღოთ სალონური ისეთი მომსახურება, რომელიც ჯერ საერთოდ არ გსმენიათ, აუცილებლად გადაიახვიეთ და უყურეთ ამ საოცარ გოგონებს. სილამაზის ცენტრი Beauty Mode-ის დამფუძნებლები სალომე და ანა მდინარაძეები ყავს სტუმრად. ანა, გადამზადებაზე საუბრობდით და რას საუბრობდით? კი, უბრალოდ დავამატებ, ხო, რომ ჩვენ სპეციალისტები, რა თქმა უნდა, ვეძებთ პირველ რიგში უკვე პროფესიონალებს. გვყოლია ესეთებიც, რომლებიც დამწყებები აგვიყვანია და დაგვიტრენინგებია და შემდგომ უკვე დაგვიყენებია, ესე ვთქვათ, კარგი პროფესიონალები. ძირითადად რას ვაკეთებთ, ესე იგი, ვუშვებთ სემინარებზე. რამოდენიმე გააჩნია მომსახურების სფეროს, არის ხოლმე რომ საზღვარგარეთ სემინარზეც ვეხმარებით მონაწილეობაში. ჩვენ გვაქვს ასევე პროდუქციის გაყიდვაც სალონში, ესე ვთქვათ, აღმდგენი და მოვლის პროცედურების რომელიც ვახსენეთ, ხო? შემდგომ იმ კომპანიებთან გვაქვს რაღაც ესეთი შეთანხმებები და ამის საფუძველზე ხდება ხოლმე რომ ჩვენს სტილისტებს და სპეციალისტებს ეპატიჟებიან საზღვარგარეთ სემინარებზე. ეს რა თქმა უნდა დღევანდელ გარემოში და მოცემულობაში ყველა სპეციალისტისთვის არის უდიდესი, ესე ვთქვათ, ფუფუნება, ნამდვილად ასეა. და გარდა ამისა ვიწვევთ უცხოელ სპეციალისტებს, როგორც წეგან აღნიშნე, სემინარებს ვატარებთ, ანუ ისეთ პროდუქტებს ვეძებთ, რომელიც ჯერ ბაზარზე არ არის და ეს ერთგვარად მათი ჩვენი გამოწვევა და ასევე მათი ძალიან დიდი ინტერესია. გატესტვა როგორ ხდება ამ პროდუქციის? აი გავიგეთ მისი რეკომენდაციებიც, მოვისმინეთ რომ არის საერთაშორისო რაღაც სტანდარტებს პასუხობს ყველაფერს, მაგრამ ტესტი როგორ ხდება ამ ყველაფერს? ყოველთვის ვხუმრობთ ხოლმე თქვენს თავზე გაგვიფუჭებ, ასე იგი, დაგვიზიანებია კიდეც საკუთარი თავი, მაგრამ განსაღა რეკომენდაციას ვერ გასცემ თუ საკუთარ თავზე არ გამოგიცდია შესაბამისად ვერც მომხმარებელს. ანუ მათ შორის ინექციებსაც სალომედანი თქვენზე ტესტავთ თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი? მართლა ხო? პირველ ჯერზე თქვენზე ტესტავთ. აი ინექციებს რაც შეეხება, სულ მაინტერესებს. კანის ტიპის მიხედვით ხდება შერჩევა, რომელი პროდუქცია უხდება, რომელ კანს თუ ერთი სტანდარტული რაღაცა პროდუქტია, რომელიც კანის ტიპის მიხედვით. აი თუ ხდება ისე, რომ ვიღაცა კონკრეტულ მომხმარებელს გაუგია რაღაცა კომპანია, რომელიც არ წარმოებს კონკრეტულ ბრენდს და აი ამ ბრენდის ფილერი უნდა მხოლოდ. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა მსგავსი, არა მარტო ვთქვათ ინექციის კუთხით, აი წამწამის დაგრძელების დროს მოიტანენ ფოტოს პირობითად, რომ აი ესეთი გვინდა და ჩვენი სპეციალისტები, ანუ რა თქმა უნდა, ამ დროს სწორად მიწოვდება, რომ ეს არ გინდა. მაგრამ ეუბნებიან, რომ რეკომენდაციას არ გავწევ ამის და ამის გამო, მაგალითად, აი ინექციის შემთხვევაში კანის ტიპის მიხედვით თქვათ, ეს დადებითი მხარეები აქვს, ეს უარყოფითი თქვენ კანთან მიმართებაში შეიძლება არ გამოდგეს და ამას უფრო გაუწევდი რეკომენდაციას და სხვა ბრენდს ეუბნება. მსგავსად ხდება წამწამზე, მაგალითად, თვალის ფორმის მიხედვით, თქვათ, ეს ფორმა არ მოგიხდებათ, ვფიქრობთ, რომ ეს უფრო უკეთესი ხდება. ანუ ხდება მაინც აი დაკორექტირება, ხო? მომხმარებელი იღებს, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ ამ რეკომენდაციებს ზუსტად მაგიტომ გავამახვილე ცოტა ხნის წინ ყურადღება, რომ ყველა ჩვენი სპეციალისტი ერთვება რეკომენდაციაში აუცილებლად. თუ ნუ ურჩი მომხმარებელი ახლა რა ვქნათ, ექნება ისეთი რა თქმა უნდა, რომ უნდა კონკრეტულად ეს რაღაცა უნდა და მორჩა, ხო? ასევე გვაქვს სიურპრიზები მომხმარებლებისთვის, დაბადების დღეები ეს რა კარგი რა. და რა გავაკეთოთ? ყაზბეგის 44 ნომერში. ყაზბეგის 44 ნომერში. ხშირად და ასევე კორპორატიულებიც ძალიან ხშირად გვაქვს, იმიტომ რომ ესეც მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, team building-ის ალბათ ვინც გვისმენს ახლა პროფესიონალები სასწრაფოდ დაიწყებენ თქვენთან რეკვას, რომ როგორ გადმოვიდნენ და მე მგონი ძალიან ბევრი ფილიალის გახსნა მოგიტევთ. ჯერჯერობით ეგ პრობლემა გვაქვს. იმას გულისხმობთ, ხო? ტერიტორიას გულისხმობთ. ფართის დეფიციტი შეგვექნა უკვე. თქვენ ისეთი ყოჩაღები ხართ და ისეთი ბრენდი გაქვთ, რომ აუცილებლად გაფართოვდებით, კიდე ბევრი ქსელი გექნებათ და აუცილებლად იმ სტანდარტს, რომელიც უმაღლესია და ასე ნერგავთ ქართველებისთვის, ძალიან ბევრი ადგილი გჭირდება ესეთი და აუცილებლად უნდა გქონდეთ გეგმაში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სალომედანი, რომ მოხვედით, რომ ესე დეტალურად მოგვიყევით და დაგვაინტერესეთ კი რა, გაგვაგიჟეთ ისე გვინდა და გვაინტერესებს თქვენთან მოსვლა და აუცილებლად ვიცი ხა მე ჩემი შვილის პირველი
ლოკაცია გასართობი სად იქნება და სად უნდა მოვიდეთ. დანარჩენებს აუცილებლად კიდევ თქვენ წარმატებებს და მიღწევებს მოვისმენთ და გელოდებით ჩვენთან სტუდიაში. ახლა აუცილებლად მინდა ყველაზე პოპულარული რაც არის სოციალურ ქსელებში როგორ გიპოვონ, თუ ხდება იქ კომუნიკაცია და სწრაფი რეაგირება, ესეც რომ დაგვიტოვოთ თქვენი კონტაქტები და დაგემშვიდობებით. ეს ერთ-ერთი ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ ინსტრუმენტი არის კომუნიკაციის. Facebook-ზეც, Instagram-ზეც, TikTok-ზეც ყველგან გვაქვს გვერდი beauty mode ძალიან მარტივად როგორც ისმის, შეგიძლიათ ვიპოვოთ ან ყაზბეგის 44 ნომერში საბურთალოზე. პირდაპირ მოგხროლდეთ. ტიმოლთან მოგბრძანდით, გელოდებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა. მე დავემშვიდობები ხუთშაბათამდე, ანი რაღაცის თქმა გინდოდა. პარკირებაც გვაქვს კომფორტული. ეს უნიშნულოვანესია. ნუ ყველაფერი გათვლილი აქვს გოგოებს, დასხდნენ, დახატეს თვითონ რა სჭირდებოდათ და რა უნდა ქალებს იციან ძალიან კარგად და არა მხოლოდ. და ბავშვებსაც. გემშვიდობებით. მადლობა თქვენ.